ახლა კი სპორტის სიახლეების საქართველოს 7 კაცა რაგბის საუნივერსიტეტო ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ მიემგზავრება. გუნდის შეჯიბრებაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიდის და მისივე სახელით იასპარეზებს. ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა მთლიანად საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ამავე დროს ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვეტერანი მორაგბე ზაზა ლეჟავა-ასოფიის ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები მსოფლიო უნივერსიადისთვის დაიწყებს მზადებას. პირველად ხდება ეს, როდესაც 7 კაცა რაგბი მიდის სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტის ნაკრები, მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტის ნაკრები, ასევე პორტუგალიის, ჰოლანდიის, უნგრეთის, ბულგარეთის. დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგს ვაჩვენებ და ბიჭები ღირსეულად გამოვლენ. ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და კიდე ვინც შეაბარეს კიდე რაგბის და შეაბარეს, უფრო კაია ჩვენ უნივერსიტეტს რა წავიდეს წინ უფრო განვითარდეს რაგბი.